მასაჟი, სახის მასაჟი და კოსმეტოლოგია. იმიტომ რომ ძალიან დიდ კავშირში არიან ორთავე ერთად. ჩვენ დილით შეგვიძლია მასაჟით ისე გამოვაცოცხლოთ ჩვენი სახერო და ხელებით რომ საერთოდ არ ვეხმაროთ არაფერი. მიმიკების გასწორება შეგვიძლია თვითონ ვარჯიშებით. არის ძალიან ბევრი ვარჯიშია ისეთი, რომელიც რომ მართლა მიმიკას ისე შეგიცვლის, რომ არ ვიცი. და მინდა მე ერთ დღეს აუცილებლივ იმ კვირიდან ორ შაბათიდან რამოდენიმე დღეს დავთმობ იმ პატარა ხრიკები მინდა შეგასწავლოთ, რომ სახლის პირობებში თქვენი თავი გაილამაზოთ. ვინც მომყვება ის ძირფესვი ენად შეისწავლის, აუცილებლივ, აი თქვენ თვითონ დაინახავთ, ვინც ჩემსკენ წამოვა, ვინც ისურვებს, რომ როგორი მე მისწავლია, დიდ მადლობას ვუხდის ყველას იმხელა ენერგიისთვის, იმხელა ჩადებული შრომისთვის, რომ 60 წლის, 61 წლიდან მოყოლებული, მე 2 წელი აქვს ისევ ვსწავლობ და ისევ ვაახლებ, რას ვაახლებ, განაცოდნა არ მქონდა. აი ამ ეტაპისა სახელწოდებებიც კი შეცვლილი იყო კოსმეტოლოგიაში. აი დღეს რომ მაგალითად მე შემიცოდნით ყველაფერი ვიცოდი, რაც რომ და დიდი შედეგსაც ვდებდი, მაგრამ ეხლა იმ პროდუქციას სულ სხვა სახელები ქვია და ვერც გაიგებ თუ არ გეცოდინება. ამიტომ გავაღრმავე ჩემი ლოსიონების დამზადება, კრემების დამზადება და ძალიან ბევრი აი ამ ეს კურსი რით იქნება გამორჩეული იცით? სამკურნალო მალამოებს ისწავლით ძალიან ბევრი სამკურნალო მალამოა. ერთადერთი სამკურნალო მალამოს რომ მიხვეთ, მარტო იმითი შეგიძლიათ, რომ თქვენ იმუშაოთ და თქვენი თავი გამოკვებოთ. კითხვა დაგესმევათ, მათ უკვე ერთი მალამოთი შეგეძლო თავის გამოკვება, რატომ წახვედით ემიგრაციაშიო. მე სხვა რამისთვის წამოვედი ემიგრაციაში. მე როგორც სხვას ისე მეც მქონდა რაღაცა პრობლემები და პრობლემებმა წამომიყვანეს. დღესდღეობით ამიტომა ვარ, რომ ეს დიდი ცოდნა ისე არ მექნებოდა იმის სახსარი, არც თანხა, რომ მე ამდენი მესწავლა. აპარატურა შევიძინე, მე რო ჩავალ საქართველოში, გავხსნა ჩვეულებრივ ვიმუშავებ, მე არაფერი არ მექნება საყიდელი, აბსოლუტურად არაფერი. მომენდეთ, ოღონდ ძალიან დაფიქრდით და მე არ მინდა ჩემგან ნასწავლი ადამიანი გავიდეს და მეორე დღეს მუშაობა არ დაიწყოს. არ შეგეშინდეთ. ის საფეხურები მე გამოვიარე და თქვენს გვერდზე ვართ. აი ახლა 2 დღის წინ არ ვიცი შეიძლება მისმეს ის ადამიანი მიდეკავს ჩვეულებრივ მე შვილი დავტოვე საქართველოში, შვილი ყიდის იმ ჩვენ ერთობლივად და ონლაინ გაკეთებულ მაზებს და მაინც არ რისკავს თვითონ რომ მოვა ახალი პაციენტი ჩემთან ვიზიტის გარეშე რომ მე ვნახო და მე გავესაუბრო პატარა ანკეტა შევავსო რომ რა იყო როგორ იყო საიდან არის დაწყობილი ეს გამონაყარი და ის მე მაინც ჩემ თავზე ვიღებ რომ მაინც უფროსი ვარ დიდი გამოცდილება მაქვს და იყო ერთ-ერთი პაციენტი რომელმაც მე მომწერა და მე ისეთი დაღეჭილად თორე თუ მისმენთ თქვენ გაიგებთ ემიგრაცია რა შუაშია მე ჩემ დასვენების დღეს მოგიწვით მე თუ მიყვარს ეს საქმე მე ისი არა მარტო მე ერთი რეცეპტისთვისა და 2 რეცეპტისთვის გადამიხდია ფული რომ მჭირდებოდა ის და მე კიდე ამდენი რეცეპტები ამდენი ყველაფერი სახის მასაჟი სად უნდა შეიძინო რომელი უნდა შეიძინო სულ ყველაფერს ისწავლით ამ კურსზე სულ ყველაფერს ისწავლით მე ისეთი თანხა ვთქვი რომ არ გაუჭირდეს არავის რომ არ გაუჭირდეს არავის ამ თანხის გადახდა. მე დამიჯერეთ თუ მომყვებით, თუ ღრმად შემოხვალ, არც შეგეშინდებათ არაფრისა. სწავლას სანამ დაამთავრებთ, მანამდე ამოიღებთ ამ თანხას თქვენ ერთი მალამოს დამზადებით. ნუ შეგაშინებთ ნუ რაფერი, მაგრამ თუ არ გენდომებათ, თუ ფეხი უკან გიდგიათ, აი რავი გამომივა
ისაჯობია რო არ ისწავლოთ. მე მაგალითად მაგას გირჩევთ. მაგრამ თუ გინდათ, თუ ზუსტად ეგ გაქვს როგორც მე ჩაფიქრებული, აი დღესაც ერთ რეცეპტზე შეიძლება მთელი ღამე გავათენო, ოღონდაც სადღაც რამე მოვიძიო, ოღონდაც სადღაც გავიგო რომ ის ასწავლის, მე თან ხაზეც უკან არ დავიხევი და არც არაფერზე. მაშინ თქვენს გამოგივათ და მაშინ მომყევით და ერთად შევისწავლოთ, ჩემთან ერთად შეისწავლეთ ახალი სფერო, ახალი სილამაზე, ახალი საიდუმლოება, გახდებით ნამდვილი კოსმეტოლოგები. თქვენ თავებსაც გაალამაზებთ, სხვაც კმაყოფილი მომხმარებელი გეყოლებათ. დაფიქრდით, ჩემო მეგობრებო, ჩემო ჯგუფის წევრებო, სექტემბერში დავიწყებთ გრილი